შემდეგი წვილი დაველოდოთ კიდეც წამი და 683 ქონდა საუკეთესო მაჩვენებელი. ეს რაც შეეხებოდა წინა წვილს ჯაბალომინაშვილს აკი შესანიშნავად გაართვა თავი გიორგი დათიაშვილმა უარსდები სწორედ გიორგი დათიაშვილი იყო ჩვენგან მარცხენა პოზიციაზე BMW-ს შემდეგი ეტაპის საგზურისთვის. კი ბატონო, გოლი ქონდა გიორგი დათიაშვილს პირველ გამოსვლაზე. ახლა ნახოთ რას დაუპირისპირებს დათიაშვილი, რომელიც საკმაოდ კარგად გაიჭრა და შეინარჩუნა კიდეც ეს დისტანცია გუჯაკილაძესთან მიმართებაში და აქტიური რეჟიმი და დადგა გიორგი დათიაშვილი, რომელიც დაუპირისპირდება ჯაბალ ომინაშვილს. ეს არის შემდეგი წვილი და პირველი გამოსვლა ტოპ-8-ში აი ამ ორი ავტომობილის სტარტი ორივე ავტომობილისთვის ისეთი იყო კარგი და ამის შემდეგ რაც მოხდა ეს ფუნე 1-0-ია 29 ნომერი არის პირველი გარბენის გამარჯვებული გიორგი დათიაშვილი. ეს ლომინაშვილის ავტომობილია, კი ბატონო. დაუბოქსავდა ცოტა ლომინაშვილს სტარტისას, რის გამოც ისარგებლა მისმა ოპონენტმა და ჩაიწერა კიდევაც გამარჯვება. კი ჯაბალ ომინაშვილის ავტომობილი კიდე, ხშირად ყავს ეს ავტომობილი კადრში. ამჯერად უკვე ტოპ-8-ში ყოველ შემთხვევაში ბოლოჯერ გვეყოლება, იმიტომ რომ აქ უკვე გადაწყდება ამ წყვილში ვინ იქნება გამარჯვებული, ვინაიდან 1-1-ია. და დავიძარით, საკმაოდ კარგი სტარტი ქონდა X5-ს. ალბათობით ჩაიწერს კიდევ ერთ გამარჯვებას მის სტატისტიკაში და გადავა ნახევარ